გუშინ საზეიმოდ გაიხსნა სენაკის მუნიციპალიტეტის მეშვიდე საჯარო სკოლა. ამ სკოლაში სასწავლო პროცესის დროებითი შეწყვეტის მიზეზი სარემონტო სამუშაოები იყო. ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის პროექტ ბავშვის ფარგლებში CHF ჯგუფმა მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. სარემონტო სამუშაოები 5 თვის მანძილზე გრძელდებოდა. USAID-ის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ევროსტანდარტების დონეზე შეკეთდა მეშვიდე საჯარო სკოლის ორივე კორპუსი. წითელი ლენტი გაჭრა სენაკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მისაბიშვილმა და სენაკის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორმა მანანა გრიგოლავამ. სკოლის შესასვლელშივე სტუმრებს ქართულ და ინგლისურ ენებზე მიესალმნენ სკოლის მოსწავლეები. რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრის შესრულების შემდეგ საჩუქრებით დააჯილდოვეს სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები. დაჯილდოვების შემდეგ სტუმრებს სკოლის დათვალიერებისას გიდობა გაუწიეს ამავე სკოლის მოსწავლეებმა. ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უყვებოდნენ დამთვალიერებლებს თითეული კაბინეტის შესახებ. ლამაზ ფერებში გადაწყვეტილ დერეფნებს ამშვენებდა ცნობილი ადამიანების სურათები, ცნობილი ანდაზები და გამონათქვამები სხვადასხვა საგნების შესახებ. სტუმრებს ყოველ სართულზე გზადაგზა ხვდებოდნენ მოსწავლეები, რომლებიც მრავალხმიანი საგალობლებითა და საესტრადო სიმღერებით ცდილობდნენ დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას. ომახიანად შესრულებული მრავალჟამიერის შემდეგ კი გაიმართა მეშვიდე საჯარო სკოლასთან არსებული თოჯინების თეატრის მიერ შესრულებული წარმოდგენა ძალა ერთობაშია. ღონისძიების კულმინაცია კი იყო თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც თავად მეშვიდე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პირველ კორპუსში საზეიმო გახსნის დასრულების შემდეგ სტუმრებმა გეზი მეორე კორპუსისაკენ აიღეს, სადაც პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიება სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა იმაში დაგეთანხმებით, იმის გამო რომ როგორც მოიხსენება, ამ სკოლის ორივე კორპუსში, როგორც ძირითადში, ასევე დამხმარე კორპუსში გაკეთდა ძალიან სერიოზული სამუშაოები საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის დაფინანსებით. მოეწყო გათხოვის სისტემა, მოეწყო ყველა საკლასო კაბინეტები და ფაქტობრივად შიდა სამუშაოები, რაც კი ჭირდება სკოლას, უსაწესრიგოდ ყველაფერი გაკეთდა. უხარია თავისთავად ხარია პედაგოგიურ კოლექტივსაც, უხარია ბავშვებს, უხარია ჩვენს, რომ ესეთი კარგი საქმე გაკეთდა. ახლა ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ალბათ უახლოეს პერსპექტივაში ამ სკოლის განათებას შევძლებავთ და პრაქტიკულად მეშვიდე სკოლის სახით ჩვენ გვექნება ერთ-ერთი თანამედროვე დონის ცივილიზებული სკოლა, სადაც არის აბსოლუტურად ყველა პირობა იმისათვის, რომ ბავშვმა მიიღოს ნორმალური სწავლა-განათლება. ამიტომ თავისთავად ხარია სასწავლო რეაბილიტაცია დასმოვნად შეკიდებს ჩვენს ხელს ავატყოთ ამ სკოლას. თქვენს მეშვიდე სკოლის მეორე კორპუსი საუკეთესო რეაბილიტაცია ჩვენი თანადაფინანსებით ასრულებული გაკეთების გაზის რეაბილიტაციის მშენებლობისთვის. ყველა ესეთი დასაწყისი არის ყოველთვის შესაძლებელი საკუთარი და კიდევ ერთხელ მე დავხადო ყველა ადამიანს რეაბილიტაციის შემოქმედებაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტი განათლება იქნება და სტრუქტურული სასწავლო დარება ეს ყველა მოსწავლეისთვის აუცილებელია. ამიტომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეაბილიტაციას აკეთებს თითქმის სკოლაში ეთაპობრივად, მაგრამ ამჯერად ჩვენ ამერიკის განვითარების ჯგუფმა USAID-ის დაფინანსებით პროექტი ბავშვის ფარგლებში გააკეთა მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. ჩვენ მივესალმებით ასეთ პროექტებს, იმიტომ რომ ჩვენი მოსწავლეებისათვის, რადგანაც გვაქვს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, მათთვის ნორმალური სასწავლო პირობების შექმნა და გარემო შექმნა ამდენად დიდად მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ მადლობას ვუხდით USAID CHF ჯგუფს ამ პროექტის ბავშვის აღმადგენლობას, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელიც თანამონაწილე იყო ამ პროექტში და ბევრი სამუშაო შესრულებისათვის თანხა ჩაირიცხა გამგეობის მიერ. თვითონ ამ სკოლის დირექციას, პედაგოგებს დღეიდან მეშვიდე საჯარო სკოლის ორივე კორპუსის მოსწავლეები ახლად რეაბილიტირებულ შენობაში განაგრძობენ განათლების მიღებას.